პირდაპირ ეთერში დაბრუნდა რეაქცია და ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს. თეონა დორენჯაშვილი მწერალი, ეკატო გოინძე მწერალი, ნინო ორდეინძე სამოქალაქო აქტივისტი, მიშა მშვილდაძე პროდიუსერი, ანრი ბიბინეიშვილი მსახიობი, პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი, თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, ლადო კახაძე, ექიმი, რომელმაც ძალიან საინტერესო დიაგნოზი თუ ანამნეზი დადო, სულ ცოტა ხანში შემოგვიერთდება ასევე პოეტი ჯანსუხ ჩარკვიანი და ვიდრე მე მას დაუსვავ კითხვას მინდა თიკას და ანრის აზრი მოვისმინოთ ყველამ ერთად. ბატონ ჯანსუხი ხაზია უკვე მაშინ მოდი დაუსვავ ბატონ ჯანსუხს კითხვას და შემდეგ ისევ მაგიდას დაუბრუნდები. დიდი მადლობა ბატონ ჯანსუხ, თუ გესმით ჩვენი. დიახ ბატონო. როგორ ბრძანდებით? ტრისჯინაზე. ბატონ ჯანსუხ, ჩვენ აქ ვცდილობთ რომ გავაანალიზოთ ის ყველაფერი, რაც ამ დღეებში ჩვენს ქვეყანაში ხდება. ქართული მარშიდან დაწყებული, შემდეგ უკვე გაგრძელებული შეურაცხყოფებით ადამიანების მიმართ, მაგალითად კონკრეტულად ახალგაზრდა ძალიან წარმატებული ქალის მიმართ გაეროში ჩვენი ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, რომელმაც რუსული პროპაგანდა დაინახა ქართველთა მარშში. შემდეგ შეურაცხყოფები უკვე ქართველთა მარშის ორგანიზატორის ასევე წარმატებული სალომე კორკოტაშვილის მიმართ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ აფასებთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება? ალბათ უყურებთ ტელევიზორიდან, იგებთ რაც ხდება, თუ თავად არ მონაწილეობთ, ცხადია. მე ცოტა შორიდან დავიწყებ. მივესალმები ყველას, ვინც შენ მოყვანილია მანდა. კარგია რომ ისინი მტრებს ებრძვიან და მე კიდე გავიმეორებ ინგალიაციას უკეთებენ. ეს ინგადან გამომდინარე. კარგია. ჩემო ინგა. იუმორი. დიახ. ერთი რამ არის ისეთ საჭირო რომ ვთქვათ. ჩვენ მტერი მოგვადგა გორთან. არ ვიცი, შეიძლება სტალინის ნახვა უნდათ, მაგრამ სტალინი არ არის გორში. რაღაცნაირად ხმა უნდა ამოვიღოთ. იმიტომ რომ სულ გონია რომ ჩვენ მივეჩვიეთ ამ უბედურებას. ღმერთმა დაგვიფაროს. თავარი ერთი რამ. როცა ჩვენ ვამბობთ საქართველო ორად გაყოფილიაო, არა ჩემო ბატონო, საქართველო 20-აა გაყოფილი და მთავარია რომ ჩვენ შევრიგდეთ, ჩვენ მიუტევოთ ყველაფერი ერთმანეთს და გავხდეთ ერთნი. სანამ ერთნი არ გავხდებით, ქვეყანას არაფერი ეშველება. და ბატონ ჯანსუხ, რატომ არის მუდმივად ასე რადიკალური ორი მხარე ჩვენს ქვეყანაში? რატომ იღებს თანდათან უფრო და უფრო მწვავე ხასიათს ეს დაპირისპირება, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს ძალიან თვალში საცემია? დიახ. მე გეტყვით რომ შენ უნდა იყო ის კაცი, რომელმაც სიყვარულის ფასი იცის. აი მაგალითად არიან ნაციონალები და არიან ეს რა ქვია ოცნება, ქართული ოცნება. დიახ. ერთმანეთი ეზიზღებათ. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, მე გპასუხობთ ზუსტად რაც თქვენ მითხარით. წარმოიდგინეთ თქვენ რომ მე რო სიყვარული არ მქონდეს, შეიძლება გიგი წერეთელი მძურდეს. ჩემი ძმაკაცის შვილი და ჩვენი მეგობარი. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს. მაშინ გადარჩება ჩვენი საქართველო. სხვანაირად ჩვენ არაფერი არ გვეღირსება. ნახეთ ტელევიზორში ქართული მარში, ეს მინდა რომ მკითხო. დიახ, უკაცრავად დაასრულე. დიახ. ხო, ერთი რაღაც მინდა ვთქვა. შეიძლება არ იყოს საჭირო ამისი თქვა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა. არიან ნაციონალები. დიახ. მე იქ უამრავ კაცს პატივს ავცემ, მაგრამ 10 მათი 20 წლის წინ 30 წლის წინ 40 წლის წინ 50 წლის წინ 60 წლის წინ 70 წლის წინ 80 წლის წინ 90 წლის წინ 90 წლის წინ 90 წლის წინ
აქ ჰიტლერი ახსენეს და ფაშიზმი ახსენეს. ჰიტლერი ამბობს, წაკითხული მაქვს მე, ბედნიერი ვარ, რომ ნაციონალური პარტიის წევრი ვარო. ნუ შენც უნდა იცოდე ბოლოს და ბოლოს, რას არქმევ შენს პარტიას. მაგრამ კიდევ ამბობ, შევრიგდეთ, ერთად ვიყოთ, ერთის სიყვარული გადაგვარჩენს, ჩვენ დანარჩენს საქართველოს არაფერი არ ეშველება. კი ბატონო და ბატონო ჯანსუღ ბოლოს მინდა კითხოთ და ისევ სტუდიაში გადმოვალ თუ ნახეთ აღმაშენებელზე გამართული ქართველთა მარში მე მაინტერესებს თქვენ როგორ მიიღეთ ეს მარში რომელიც პარასკევს გაიმართა ეხლა რაშია საქმე იცით შეიძლება მე რომელიმე მარშს უბრალოდ ავემხრობოდე მაგრამ მარშია და მე იმას შეეწინააღმდეგო მე არ ამგონია რომ მართალი იყო. იქ შესანიშნავმა ხალხმა მოიყარა თავი და თავისი სიტყვა თქვა. მე კიდე გეუბნებით რომ ყველგან მომწონს როცა საქართველოს გამოდიან ეს აქედან იქნება თუ იქედან. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ გვებრძოდნენ მუსულმანები ახლა გვებრძვიან რუსულმანები. აი ეს უნდა ვიცოდეთ. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ჯანსუღ და მადლობა რომ იყავით ჩვენთან. მე დავემშვიდობები ჯანსუღ ჩარკვიანს გადმოვალ ისევ სტუდიაში თიკა რუხაძესთან შემდეგი შეკითხვა. თქვენი შეფასება მოვლენების დაწყებად მიშამ ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა მან თქვა რომ საფრთხის წინაშე ვდგევართო. თქვენ თუ ხედავთ რომ ეს დაპირისპირება რომელიც სახეზე გვაქვს და ჩვენ მართლა არ ვიცით რა შეიძლება როგორ განვითარდეს კიდევ ერთხელ ვიტყვი სამი აქცია მაგალითად აღმაშენებელზე კონტრაქცია შეიძლება ითქვას დაანონსებული და ჩვენ არ ვიცით იქ რა როგორ შეიძლება განვითარდეს თქვენ ხედავთ ამ საფრთხეებს ინგა მივესალმები თქვენ სტუმრებს ჩემ წინამორბედ გამომსვლელს რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ასე შემდეგ ყველას ვინც აქ აზრს გამოთქვავს საფრთხეებს ვხედავთ მე ბოლოს თქვენთან სტუდიაში ვიყავი ბათუმის ამბებზე და საფრთხეს მართალ ბრძანებთ და მაშინაც ვხედავდი საფრთხეებს საკუთარ ქვეყანას საკუთარ თავს საკუთარ მეგობრებს დებს ძმებს ბიძაშვილებს ბატონი ჯანსუღი მოძღვრავდა ეხლა და მას აქვს ამის უფლება რომ ჩვენ გვითხრას უფროსი ადამიანია ჩვენ ესე გავიზარდეთ რომ უფროსის პატივისცემით უნდა ვყოფილიყავით წიგნი უნდა გვეკითხა დღეს ვამბობდი დასვენების დროც კი გქონდა გაწერილი აქ ხედან სტუდიაში ჩვენი სასახლელები ლუკა არ მომატყუებინებს ნახევარი გადაცემათ აქედან უღიმი და ისინი არიან ჩვენი მოსწავლეები ჩვენ სანამ არ მივეჩვევით რომ განათლება ინტელექტი შრომა ჩვენ ქვეყანაში იქნება პრიორიტეტული მანამდე გვექნება ძალიან ბევრი დრო და Facebook-ი იქნება არა საქმიანი სოციალური ქსელი რომელშიდაც ბატონმიშა ალბათ უნდა გავავრცელოთ პირველ რიგში ინფორმაცია გავცვალოთ და Instagram-ზე ავტვირთოთ ფოტოები ბატონლადო თქვენ სწორად ბრძანებთ დღეში 2-3 წუთით შედიხარ იმისთვის რომ ახალი ამბავი ვერ დაუწესებთ იქ ვინ როგორ უნდა მოიქცეს მე იმაზე ნერვიულობ რომ ამ ამბებიდან გამომდინარე წეღა რეკლამის დროსაც საუბრობდი ერთ მშვენი ერთ დღეს არ გითხრან რომ უნდა დაწესდეს ამ ქვეყანაში რაღაცა ზღვარი რომლის იქითაც ვერ გადახვალ და მე შეიძლება ეს თუნდაც მოპრუდეს ეს ყველაფერი საერთოდ დაგეგმილი ხომ არ იყო თქვა ასეთი კითხვა ესე იგი ჩვენ ამ დაგეგმილში ისე ადვილად მართებით რომ ყველაფერს გვიდგავენ? რა რითი ახსნით? ბათუმი დაგვიდგეს, მარში დაგვიდგეს, ყველაფერს გვიდგავენ? ჩვენა ვართ ამის მონაწილეები. ჩვენ ხო ჩვენით ვესწროდით, ბატონო ანდრია, ხო არ მაშინაც იგივეს ვამბობდით, ჩვენ ქვეყანას აგურებს ვესვრით, ვინც არ უნდა გამომიყენოს, ქალბატონო დოდო. როგორც არ უნდა ეხლა რაც არ უნდა გამიკეთონ ჩემ ქვეყანას. მე ჩვენ ან გვაღელვებს აღმაშენებელზე რა ხდება, რომ აბრა არ წერია ქართულად, ან არ
აგვაღელვებს. ჩვენ ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოება ვსაუბრობთ ბევრი წელია, რომ აღმაშენებელზე რომ გავივლით, ვართ შეშფოთებული. იქ მაცხოვრებელი ჩვენი მეგობრები, გიორგი კალანდია, რომელსაც იქ არის მუზეუმი არაჩვეულებრივი. ბევრი წელია ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ და ეხლა გახდა მაინდა-მაინც პოლიტიკურად უნდა ანგაჟირებული გახდეს ეს თემები. თქვენ როგორ მიიღეთ ეს ყველაფერი? ძალიან ცუდად ვიღებ ზოგადად ესეთ რაღაცებს, იმიტომ რომ არსებობს მიყვარხართ ადამიანებო და მიყვარხართ იმიტომ რომ ძალიან ცოტა გვაქვს დრო იმისთვის რომ რაღაცეების სწრაფად უნდა ვაკეთოთ. მსოფლიო წინ მიდის სხვა ნაბიჯებით, აი ბატონ ლადო ამბობდა ჩემზე ბევრად ჭკვიანი განათლებული ადამიანები ბრძანდებით რომ ამბობთ რომ წინ მიდის მსოფლიო და ვეღარ ვეწევით განვითარებაში და განათლებაში და ტექნოლოგიაში ეს რომ ვეღარ ვეწევით მსოფლიოს და ჩავიკეტეთ მოდით აი პირდაპირ დაგისვავთ კითხვას და ამისთან გადავა უმუშევრობა სოციალური პრობლემები იგივე განათლების პრობლემა ეს ყველაფერი ერთობლიობაში ამ აგრესიას იწვევს ხო ეძებთ ხოლმე პერიოდულად თანამშრომლებს თქვენთვის ხო რა თქმა უნდა ჩვენც ვეძებთ ხოლმე პერიოდულად ვაკანსიებზე ეხლა არ მითხრას არც ერთმა ადამიანმა რომ ამ ქვეყანაში პოულობთ მაღალი კვალიფიკაციის ან თუნდაც იმ კვალიფიკაციის რაც გჭირდებათ ადვილად ესეთ თანამშრომლებს წლები გადის და ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ და იმიტომ ტრიალებენ მაპატიეთ რომ მათი კვალიფიკაცია არის საჭირო და ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი. არ ჯობს რომ განათლებას მეტი დრო დაუთმოთ? ნაკლებად ერთი ადამიანი არის მულტიფუნქციური. ქალბატონი ნათია რაღაცას მეუბნებოდით, რომ რომელიღაცა წლებში პროგრამას ვწერდი კომპიუტერს თურმე, აი რეკლამის დროს მახსენებდა, არც მახსოვს, რაზეა საუბარი. იმიტომ კი არა, რომ გენიალური ვარ, უბრალოდ მარტივად კარგად ვიცი ჩემი საქმე ინგა და არ ჯობს რომ ჩვენი საქმე იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მარტივია რომ მე ახლა არაფერი არ ვაკეთო მოვიდეთ თქვენთან თეატრში გაგაკრიტიკოთ ქალბატონო ინგა ჩავრთო ტელევიზორი როგორც გაკრიტიკებენ Facebook-ში და სოციალურ ქსელში რომ ძალიან ადვილია როდესაც არაფერზე აქ ლაპარაკი თუ კი ბულინგზე ვსაუბრობ ნებისმიერი ჟურნალისტი და ვთქვათ პარასკევის გადაცემის მერე ძალიან სერიოზული შეტევები იყო და გრძელდება კიდეც მაგრამ ძალიან ადვილია შეიძლება თქო ეს ყველაფერი მე იცით რა გულწრფელად გეტყვით ჩემს აზრს და ანრისთან გადავა Facebook-ზე ვინ რას დაწერს ნაკლებად მაღელვებს მე პირადად და თითქმის რეაქციის არა თითქმის რეაქციის გარეშე ვტოვებ მაგრამ როცა Facebook-ზე მე ვკითხულობ რომ ერთი ჯგუფური გაუპატიურება იგეგმება ეს უკვე აღარ არის ესე ადვილად გასატარებელი, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ დაცემის გაკეთება. სხვა ჩვენს ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, მე ვალდებული ვარ რომ ეს თქვა, სხვა საქმეა ვინ დაიჯერებს და ვინ არა. ამ მარშის ორგანიზატორებმა გააკეთეს განცხადება რომ ეს იყო გატეხილი Facebook-ები და სხვებმა დაწერეს და არა მათ დაწერეს. ეს აუცილებელია რომ ვთქვა. გამორიცხულია რიცხა იმავე საღამოს, იმიტომ რომ სანამ თვითონ გაიგეს გადაამოწმეს ვიდეოები არის და გამოძიება დააგეს ნახევარხედავად ეხავე არის გამორიცხული ეს თემა უბრალოდ მე თვითონ თავიდან რომ დაიწერა სანამ ისე ხო ვერ მიხვდე რომ სკანდალური რაღაც დაწერეს დაილაპარაკეს დაიშალნენ დიდი ხანი იდოეს და მოწდებოდა ჩვეულებრივად გადადიოდი ლინკიდან ლინკზე გადადიოდი იმ ადამიანების ლინკებზე ყველაზე და ზუსტად ისინი იყვნენ fake account-ი ის არის რომ ცოტა რაღაც წერია და ფრენდები არ ყავს ზუსტად ეს ადამიანები იყვნენ თავიანთი აფასებელები არ შეიძლება პოლიციები მიშა ანრისთან და მე და fake account-ი ეხავე ნინო გადმოვა კარგით ანრისთან გადავალ ახალგაზრდა მსახიობი რომლის შეფასებაც მაინტერესებს კითხვის გარეშე გადმოვალ ალბათ პირველ რიგში მოგესალმებით და შემდეგ ისევ თეონას დაუბრუნდით. ყველას და ძალიან მიხარია ერთი ფაქტი დღეს ამ კონკრეტულ საღამოს ის რომ აქ თაობებში სტუმრებს გულისხმობ განსხვავებარი და მათ შორის ყველაზე პატარა ვარ მე და ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ჩემი აზრი თქვენსაც ეთანხმება და ამისთვის თქვენ პირველ რიგში და ესე იგი სწორად გადმომეცით მე თქვენ. რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ძალიან მძიმეა და განსაკუთრებით მძიმე არის ვანო ჯავახიშვილზე რა ინფორმაციაც ჩვენ მოვისმინეთ. ბატონმა ლადომ ბაბუაშვილიშვილის ურთიერთობა ახსენა წეღანდე ერთი ფაქტი მინდა ვთქვა. ბაბუა ჩემი სრულიად ჩემთვის მისაბაძი პიროვნება რომელიც გარდაცვლილია. ერთ-ერთი ბოლო ფრაზა იყო მისი ასეთი რომ შვილო იცი ღირსება როდის გეკარგება ადამიანს. როცა ხვისი მკვდარი შენთვის მძინარე ხდება და თუ კი ხედა ვიღაცას მუცელი წამოსკევდა და შენს მუცელს არ ეფერებიო.
ჩვენი დიდი პრობლემა შემოინგა და დღეს მახარებს რომ პოლიტიკოსების გარეშე ვარ შეკრებილნი აქ. არა, ეს უკვე აღარა რატომ მახარებს ახლა გეტყვით? ჩვენ აღარ გვიყვარს ერთმანეთი ინგა. იცი როგორ მაკლია მე ახალგაზრდა ბიჭს მეგობრული სიყვარული ქალაქში. იცი როგორ მაკლია ადამიანების ერთმანეთის სიყვარული, გაღიმებული ბედნიერი სახეები. განცდა და მე მახარებს იმ სამწუხარო ფაქტზე ატეხილი ამბავი მახარებს რომ თათია დოლიძე დაიცვა ერმა და მე გამახარებს ის ფაქტი მომსამომავლოდ თუ კი ჩვენი თითოეული ადამიანის ამბიცია იქნება ჩვენი უფლების შელახვით მე რომ ამბიცია ჩამომიყალიბდება რევოლუციას მოვახდენ აი მაშინ იქნები ჩვენ ბედნიერიერი არა მე ამბიციას გულისხმობ თუ კი ჩემი უფლება იმდენად დაცული იქნება იმდენად გვეყვარება ჩვენ ერთმანეთი რომ ჩემი უფლების დამრღვევი მე მექნება მის ამბიცია რომ ჩვენ ერთად დავდგებით ყველა ამას ვამბობ აი ეს ამბიცია უნდა მქონდეს მე როგორც მოქალაქე ჩემს ქვეყანაში ჩემს ქალაქში რაც შეეხება ქართულ მარშს იქ ძალიან საფრთხილო იყო ერთი ხაზი შემოინდა ჩვენ რას ვებზვით ქართულ წარწერებს რომ არ არის კაცო ამას ვებძვით წლებია როგორც ქალბატონმა აღნიშნა ჩვენ რას ვებძვით არალეგალებს მაშინ ვწდებით იმიტომ რომ ძალიან ბევრი არალეგალი ყავს ჩვენ სოფლიოს მასშტაბზე ქართველები რომლებიც საქართველოს უმრავლესობას არჩენენ წლებია რომლებმაც შვილები დაზარდეს აი იმ ფულებით რომლებმაც დედები მამები ძმები დები ისე დაკრძალეს რომ გვამიც ვერ ნახეს და იმ ფულით დაიკრძალენ ისინი ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაგრამ თუ კი ებრძვით თქვენ იმას რომ ქართული წარწერა არ არის თუ კი ებრძვით პროსტიტუციას დასახლებულ პუნქტში მაშინ ყველა ერთად გამოვალთ მაგრამ იმ გამოსვლის ფორმასაც თავისი ფორმა აქვს დუმარება ყველაზე კარგი რამ არის ყველაზე მეტის მთქმელია მე ასე მგონია ასე რომ მხოლოდ ერთი მოწიწებული თხოვნა მაქვს ყველასთან განურჩეულად ჩვენი განსხვავებული აზრებისა ნუ დავკორტნით თვალებს ერთმანეთს ხალხო შეიძლება მე ვწდები დღეს მაგრამ ხვალ თუ გამანათლებ აუცილებლად მადლობას გადაგიხდი აუცილებლად იმიტომ რომ მე უმადური კაცი არა ვარ მაგრამ თუ კი დღეს შევწდები ამისთვის არ ჩამქოლო არა და არა კარგი მადლობა ძანე და თეონას ყველაზე მეტად რაზეც ხდება გული რომ ჩვენ არ კი იმ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ რომლებიც არიან ჩამოსულები აქ მუშაობენ ძალიან ბევრი მათგანი შემოაქვთ ხაზინაში ფული სწავლობენ და სხვათა შორის უნივერსიტეტში შეაქვთ ფული ამას ძალიან დიდი მშრალი იმ უნდა ვებრძოლოთ იმ არალეგალებს რომელსაც ჩვენ კი არ უნდა ვებრძოლოთ უნდა ებრძოდეს პოლიცია ალბათ ხო? რატომ უნდა ვებრძოლოთ არალეგალებს? შეგიძლიათ ჩვენ არ უნდა მე მქონდა დოდო ერთი წუთი უკაცავა დავაკონკრეტებ. დაახლოებით თვენახევრის წინ გადაცემა ემიგრანტებზე და ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩავრთე ემიგრანტი და ნახევარმა მითხა რომ ისინი იყვნენ არალეგალები და მათ მითხეს რომ ისე დავკრძალე დედა, ისე დავკრძალე ოჯახის წევრი, ვერ ჩამოვედი, რადგან მე არ მქონდა საბუთი. მას ჩვენ რატომ უნდა ვებრძოლოთ არალეგალებს? მაგას კი არ უნდა ვებრძოლოთ, უნდა ვებრძოლოთ თუ ისინი რამე დანაშაულს ჩადიან. არა და რატომ უნდა ვებრძოლო? უბრალოდ აი იმით რაც მე საღამოს მოხდა, აი როდესაც მათ ქალს მიაყენეს ასეთი შეურაცხყოფა. მათ ხო თავის თავს მიაყენეს პირველ რიგში შეურაცხყოფა. მათ აჩვინეს სახე და რაც თუ არის გააკეთეს დისკრედიტაცია იმ იდეის, რომ შენ გიყვარს სამშობლო. ეს არის ყველაზე ცუდი. მე იქ ვიცნობ, ბოდიში ხდი რა. ყოველდღე დავდივარ იქ და ხდება ირანელი ცოლქმარი. ულამაზესი ვაჟკაცია ეს აი აღმოსავლური ტიპის მწვანე თვალებით თვალს ვერ წვიდა ოდნავ უკან ორი ნაბიჯი თუკან მოყვება მეუღლე თავდახურული ძალიან ულამაზად კაცი მუსლიმი კაცი ახლა ქალს მანდამაც და მე ის ქალი ესე ნაზად ვესალმებ მეორე დღეს რომ მე რამე დამხვედრო და არა ისე რომ მე ძალიან შევწყვეტ იმ ქალთან მისალმება და მე მიხარია რომ ის ქალი და კაცი შვიდად და წყნარად მეორე დღეს ისევე სეირნობდნენ ქუჩაში ძალიან კარგი კი ბატონო ბძანე და თეონასთან და ეკასთან და გადავიდეთ რაც შეეხება კიდე იმ დღეს მეორე აქცია გაიმართა ხო ცოცხალ ოკუპაციასთან დაკავშირებით აი მე ვფიქრობ რომ ყველანი იქ უნდა მდგარიყავით ჩვენ ყველანი ერთად განურჩევლად სქესისა ასაკისა ყველა თაობა ხალხი იმიტომ რომ ეს არის იმდენად დიდი საფრთხის შემცველი ხვალზე ჩვენ ისაც დაკარგულ ტერიტორიებს მიუმატებთ ნახევარ საქართველოს მოგვლიჯავენ ჩვენი გულები და აი ეს უნდა დამესვა ეხლა და უკაცრავად ქალბატონინგა ჩვენ ჩემო კარგო ადამიანო მეგობარო მე
ერთს გეტყვით, კონტრაქციები კი არა. მე ვფიქრობ, ჩვენ საერთოდ უნდა შევიკრიბოთ და ერთი მდუმარე აქცია უნდა მიუძღვნათ იმას, რომ შევიყვაროთ თავიდან ერთმანეთს. ნინოს მიმართ არ ვიცი, უპასუხე მაშინ და მე გადავალ თეონასთან. ანდრის ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში და რა თქმა უნდა წეღან ახსენა რომ მე ძალიან მიხარია რომ ესეთი საზოგადოების ესეთი პროტესტი მოხდაო ამ ყველაფერსო და ჩემეც რომ ასეთი პრობლემის წინაშე დავდგე მეც დამიცავენო ჩვენ შენ აუცილებლად დაგიცავთ ანდრი ეს რა თქმა უნდა ამაში ორი აზრი არ არის მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა ჩვენ გვყავს მთავრობა შენ რომ მე ვერ დამიცვა პოლიტიკის გარშე ჩვენ არა შენ რომ მე ვერ დამიცვა არ არის პოლიტიკა შენ რომ მე ვერ დამიცვა მე მთავრობა არა რა პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის აქ არაფერ შუაში არ არის მიდიანი გარდაგავეცე არაფერ შუაში არ არის არანაირი რეაგირება არ არის დაუსჯელობა იცი რა ჩემო კარგო ზუსტად ის მოხდა რომ აი იმ რაღაც მარაზმულ პოსტებს არანაირი რეაგირება რო არ მოყვა შემდეგ მოყვა ემზარკვიციანის პოსტი ეხა ამას კიდე მოყვება ალბათ იმისი ადამაშანიასი და ვიყოთ მაშინ ესე და ვილაპარაკოთ შერიგებაზე. იცი რა ჩვენ ნეიტრალურ ბოლოში ჩვენ ეხა ჩვენ რა გვინდა რომ ცენზურაში ვიცხოვროთ მაპატიენინ იცით რომ ბევრი წელი ყველას ერთმანეთს ვიცნობთ და ძალიან დიდ პატივს გცემთ ჩვენ გვინდა ცენზურა ჩვენი სოციალური პასუხი მე ესე მგონია ნინო გულით ესე მგონია რომ საზოგადოებად უნდა შევდგეთ ჩვენ უნდა მივხვდეთ ბატონ ლადოს არ იყოს ქალბატონ საზოგადოებას ხომ მძაფრი რეაქცია ცეღან ნათია ამბობდა რომ ეს ყველაფერი რეალურად პროტესტი გამოიწვიო თათია დოლიძემ ეროვნული მოძრაობა და ეს ძალიან კარგია ჩვენ გვაქვს პროტესტი მაგრამ შენ რას თათია დოლიძის პრობლემა აქვს რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება რომ ჩვენ ხმა მოგვაწვრინონ და მე ვთვლი რომ ამ ყველაფერზე არ მინდა ხა აგრესიული ვიყო მაგრამ მე ესე ვთვლი რომ ამ ყველაფერზე როდესაც არანაირი რეაგირება არ არის ეს არის ჩვეულებრივი ძალადობის სახალისება არ შეიძლება მაგალითად ვის უნდა კონდეს თიკა ეხა ამაზე მეტი რა უნდა დაეწერა მოდი საქმე როცა აღიძრა ისე აღძრეს საქმე რომ იმის მერე პოსტებს წერენ ისევ არაფერი რეაგირება არ არის საზოგადოებას თუ კონდეს და გვაქვს ეს არის ყველაზე მაგარი. ერთი წუთით აი ეკამ დასვა ეხლა კითხვა ტოგოინძემ რომ აღიძრაო საქმე და განაგზეთ მაშინ კითხვის გარეშე გამოხდეს. ესე იგი ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიცვათ. მოусმინოთ თუ ახლა შეიძლება რასაც ვიტყვი არ იყოს იმდენად ემოციური და როგორ გითხრათ ქარიზმატული როგორც თქვენ საუბრობთ მაგრამ მე მჯერა რომ მე უნდა დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ არ მაინტერესებს მამა მყავს, ძმა მყავს, მეუღლე მყავს თუ ვის იმედად ვარ. ანუ მე უნდა დამიცვას ჩემმა სახელმწიფომ და აქ კიდევ ერთი კანონმა სახელმწიფო ნიშნავს კანონის უზენაესობას. იყო ფრაზა არა მე ვერ მეგობარო ვერ დაგეთანხმებით თქვენ არ დაგიცავით ჩემგან თუ არ იგრძელი არასდროს სახელმწიფოსგან არ ელოდოთ თქვენ დაცვას რა დამიჯერეთ რის აკრძალვაზე არის საუბარი რის კანონი აკრძალვა სხვა რა არის პოსტების დადებაზეა პოსტის დადების აკრძალვა სხვა რამე ეკას მოусმინოთ თუ შეიძლება გთხოვ ეგეთი რამე არ დაძებნა მიმდინარეობს გამოძიება სტრასბურგში ის ადამიანი რა უკან ეხლა მართლა ხო არ მიუშვი მე პირადად არც იმას იმიტომ აღიძრა რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ეს ამბავი არის ეს კანონი ეხლა მთავრობა ეს კანონი ამუშავოს აი ეკა მაგაზე საუბრობ ზუსტად დავასრულებინოთ ეკას მე ისევ გადმოვალ მე მაგიდასთან თეონასთან რომ თუ არ დამიცავ სახელმწიფო მე დავიცავ ჩემ თავს მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება უნდა დამიცვას კანონმა და ჩემმა სახელმწიფომ თუ ეს იყო მუქარის შემცველი თუ დადგინდა რომ არავინ არ გაუტეხა ამ ადამიანებს Facebook-იდან ნამდვილად მათ დაწერეს ეს და შემდეგ თუ ამას მიენიჭა დანაშაულის კვალიფიკაცია დაისაჯონ დანაშაულის აი ამ თქვით რომ ვისაც ჯერა მოდით აი ესეც მოვიშოროთ მესმის რომ ყველას რაღაცა მიდრეკილები ვართ იქით რომ მათ დაწერეს აი ესეთი წარმოდგენა არსებობს ამ ადამიანებზე და ეს მათი ბიოგრაფიიდან მოდის მაგრამ მოდით არ ვთქვათ რომ მათ დაწერეს. ვენდოთ გამოძიება. ვენდოთ, კარგი, დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება გამოძიება. ეხლა ერთი კითხვა მინდა დავსვა და თეონა შემდეგ ისევ მაგიდასთან უნდა გადმოვიდე. თეონა, რითი ხსნით თქვენ, არ ვიცი, გიფიქრიათ თუ არა ამაზე, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, ამა თუ იმ ჯგუფისთვის, ამა თუ იმ მხარისთვის არის მიუღებელი. მაგალითად, მე წინა გადაცემაში ვთქვი, რომ მე რომ პირდაპირ ეთერი არ მქონოდა
მქონდა თქო დღეს მე წავიდოდი და ვიდგებოდი აქციაზე ოკუპაციის ხაზთან სადაც ადრეც მდგარ ვარ ამას მოყვა იმ ჯგუფის მხრიდან უკვე აქეთ ჩემზე თავდასხმები საპირისპიროც ხდება ხოლმე საკმარისია ვიღაცას რაღაც არ მოეწონოს აქ მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ თორე ეს ხდება მთლიანად რა რითი ხსნით თქვენ პირადად აი ამ განსხვავებული აზრის მიუღებლობას რომ მე ვარ აუცილებლად ნაციონალი ასე ფიქრობენ ოცნების მხარდამჭერები თუ რაიმე არ მოეწონება ჩემი აზრი ან პირიქით მეორე ხდება ერთი ორი კითხვა რაღაც არ ვიცი რაღაც არ მოეწონათ მაგალითად რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ და მიეყიდე ოცნებას ანუ იარლიყების ქვეყანაში ვცხოვრობთ აი რითი აიხსნება ეს ყველაფერი საერთოდ ძალიან გვიჭირს საერთოდ ეს არის რომ საერთოდ ძალიან გვიჭირს განსხვავებულის მიღება, განსხვავებული აზრის მიღება, ამასთან შეგუება და რაღაცნაირად ცოტა უფრო ესეთი პასუხიც გაცემაც თუ რომ არ ეთანხმები კულტურული პასუხის გაცემა, არ გამოხატო აგრესია, არ იყო თუმცა გამოხატვის თავისუფლებაზე თუ კი გადადის და ეგ რაღაც ცენზორს დაგვიწესებენ, ახლა ეს უკვე სხვა თემაა. ეს უკვე სხვა თემაა აბსოლუტურად, მაგრამ როდესაც მართლაც უკვე რაღაც კანონი ირღვევა და ჩვენ ამის ძალიან ხშირად ყოფილვართ ამის მომსწრენი საშინელი რაღაც მოსულა განსაკუთრებით მე ძალიან მინდა ჩემთვის წერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა და საერთოდ როგორ გამოიხატებ ეს ყოფა ჩვენ როგორ ენით საუბრობთ ეხლა თქვენ ბრძანეთ ქალბატონო ნათია რომ ამან შეაჩერა სამოქალაქო ომი მე არ ვფიქრობ რომ ეს რამენაირად იმათ მომხრეებზე აი ვინც მართლა იდეოლოგიას ემხრობა რამენაირად დიდად იმოქმედებდეს იმიტომ რომ ამ ენას ჩვენ ხშირად ვისმენთ სექსუალური ეს თემები იმდენად საერთოდ სექსი არის ძალადობის ისა ცნება სინონიმი ჩვენთან ქალი არის დამცირების ობიექტი ეს ძალიან ხშირად ხდება ჩვენ ამ სუფრებზე სადაც ქალი სადღეძელოს ძალიან ისე იტყვიან ჩვენი ქართველი მამაკაცები შემდეგ შეიძლება ერთმანეთში რაღაც ამდაგვარი ისე მშვენივრად გადაულაპარაკონ რომ ეხა არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ ჩვენ ამას ვისმენთ ქუჩაში ამას ვისმენთ ყველგან და ამას ეხლა სულ არ მიკვირს იმ ადამიანებმა რომ არაფრად არ ჩათვალეს იქ Facebook-ზე ამ პოსტების დადება ეს მათი ყოველდღიური ლექსიკა არის. შემდეგ უკვე როდესაც კანონი ეს მუხლი ყოფილა უცებ წაშალეს და დაშინდნენ. აი ეგ არის. ამიტომ რაღაც ზღვარი რა თქმა უნდა არ არსებობს. აი ამ ზღვარზე უნდა დავსვა ეხლა კითხვა უკვე მაგიდასთან გადმოვოს შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით. წეგან გამოვთქვი ასეთი ეჭვი. არ არის ეს ჩემთვის საბოლოო პასუხი ჩემს თავში მაგრამ ხომ არ შეიძლება გავიღვიძოთ ამ ამბების შემდეგ და ერთ მშვენიერ დღეს გვითხრან რომ უნდა დაწესდეს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის ზღვარი. თუ ხედავთ ამ საფრთხეს მიშა, მაგალითად, ჩვენ გვახსოვს რომ არც თუ ისე ცოტა ხნის წინ ერთი ორჯერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაიჟღერა ამან რომ აი ზღვარი უნდა იყოს სადამდე არის თავისუფალი აზრი დასაშვები. და ერთ მშვენიერ დღეს ხომ არ შეიძლება გვითხრან რომ თქვენ ხართ ის ინგა გრიგოლია, მიშა მშვილდაძე, ეკატო გოინძე, რომლებიც იქ ისხედით და აღშფოთებულების საუბრობდით ეს რა გაუბედეს თათია დოლიძეს ამიტომ მოდი ზღვარი დავაწესოთ ცენზურის საფრთხეს ხედავთ თქვენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას და აღსრულებისას და საერთოდ ქმედებისას არის ორი უკიდურესობის საფრთხე რომ ან დააკლო ან გადააჭარბო ეს შემთხვევა როცა არც უნდა დავაკლო და არც უნდა გადავაჭარბოთ ძალიან მარტივია ადამიანები არ უნდა ვატერორებდეთ ერთმანეთს არც იარაღით არც სიტყვით არც Facebook-ით არ უნდა ვაშინებდეთ ერთმანეთს თუ შევაშინეთ სხვა ადამიანი ავიცი რაღაცნაირად მე მგონი ცოტა ისეთ რაღაცას ვიტყვი მაგრამ პოლიცია არ უნდა გჭირდებოდეს რა ერთმანეთისგან დასაცავად რა საბოლოო ჯამში ხო გჭირდება და თუ გჭირდება გამოიყენო დეფექტურად ტყილა ხო არ ყავს რა მართლა ის არის რა ქვია შვიდად ვიცხოვროთ და წყნარად ვიცხოვროთ რა მართლა არ არის ადვილი ამ ქვეყანაში მიშა ეს სიტყვები რამდენი წელია ისმის შვიდად ვიცხოვროთ მიყვარდეს ერთმანეთი მაგრამ აგერ ვდგევართ რა საფრთხის წინაშე ჯგუფური გაუპატიურება ეს შეიძლება ისე იყო მაპატიეთ ძალიან უხერხულ სიტყვას ვიტყვი წაღლიცინება თანამედროვე ლექსიკონიდან ვიღაცა ადამიანების მაგრამ სინამდვილეში რამხელა საშინელება ეს სიტყვას უბრალოდ უნდა გაითვალისწინო გარემოში ხო გუშინ კიდე მოკლეს ვიღაცის რა ქვია ქალი ეს არის საზოგადოება სადაც ქალების მიმართ ძალადობა სტატისტიკურად არის ისეთ მაღალ შეიძლება კითხვაზე პასუხს გავაგრძელებ იმიტომ ამის გამო უნდა მის შემდეგ მოგცემ ხო ნუ კი ბატონო პრინციპი დავასრულე ეს უნდა ვქნა გავიაზრო
ქმედება, ხომ? რატომ ვერ ვიღებთ განსხვავებულას? თუნდაც ის რომ მარშის საწინააღმდეგოდ გამოდის ახალ-ახალი აქციები და ხდება ესკალაცია თემის. იგივე არ არის, არ ვიცი ხა, მომიტევთ მესმის რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მესმის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქულების დაწერა, ბევრი მომხრეს მოკრება, მაგრამ კიდევ გავიმეორებ იმით, რითიც დავიწყე. იქნებ ეს ქულები თუნდაც დავიწეროთ იქ საზღვარზე, სადაც ცოცავი ოკუპაცია მოდის და მოდის. იქნებ იქ გავაკეთოთ ეს ყველაფერი რა. რაღაცნაირად ეს აღმაშენებლის გამზირის გადარეცხვა უკვე ძალიან ცუდი, იგივეს არ ვაკეთებთ, ანუ ნაგვისგან მე ძალიან კარგად რაც გვინდა ამითი და ალბათ ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, თუნდაც უკვე ჩვენი კონტრაქციების ორგანიზატორებისთვის და ძალიან კარგად გულშემატკივრობდა მესმის, თუმცა აი ამ ფორმებს რა ვქნა და ვერ ვეთანხმები. მათო ეხავე, აი გოგოები მთხოვენ მოკლედ თქვი ანრი, იმიტომ რომ მალე მოგცემთ რამოდენიმე ადამიანის პოსტს გადავეყარე სოციალურ ქსელში, რომ აი გუშინ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ გამოიძიეთ, ეს არ იქნება ქართველის გაკეთებული, ეს აუცილებლად ვიღაც ჩამოსულის, რაზეც ძალიან არადეკვატური შეფასება მქონდა, როგორ შეიძლება ეგეთ რაღაცა ბრალდება წაუყენო, კიდე დაძაბული ხალხი უფრო დაძაბო. დღეს გაირკვა, რომ მისი ბიზაშვილი სამწუხაროდ მისი ბიზაშვილი. ხო, ანუ კრიმინალს არ აქვს ეროვნება, ამაზე რა საუბარი. ეკაზა ნინოს რაღაცის მასურდა გადმოვდივარ შემდეგ ბატონლადოსთან. უახლოეს მეგობარი და ხშირად უსიტყვოდ ვეთანხმები, ისევ არაპოპულარული აზრი უნდა ვთქვა, ჩემი აზრით ამ ორი აქციის ერთმანეთთან დაკავშირება არ არის სწორი, რადგან ის უმწვავესი პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს უდგას და ქვია მცოცავი ოკუპაცია, სხვა თემაა. არიან ადამიანები ქვეყანაში, ვისაც შეიძლება აწუხებთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოხშირებული მაგალითად ზალადობის ფაქტები და თუნდაც მათ აღქმაში ეს ფაქტები გამოწვეულია არალეგალი უცხოელების მიერ. თუ ესეთი განცდა არსებობს, ამ ადამიანებს ისევე როგორც მე თქვენ კანონის ჩარჩოებში, კანონის ფარგლებში ამ აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. ანუ ეს მარში მე მგონი იყო ლეგიტიმური, ხო? აი რაღაცნაირად არ მომწონს ამის ესე დაყენება, რომ ჩვენ რადგან არ ვეთანხმებით, აი ზუსტად ამაზე კი პრიორიტეტებზე ეს არ უნდა გაიმართოს და ის არა. უბრალოდ ხალხის რაოდენობაზე და იმაზე სად ვინდგას და მე ქულებს ვინ როგორ იწერს. ხალხის რაოდენობა მარში, ქართველთა მარში ყოფილა აქტუალური. ყოფილა, ხო? ვნახეთ რომ ყოფილა. ნახეთ რეალური კონკრეტული ადამიანები. ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემები არის უკიდურესად აქტუალური და მე, როდესაც მეგობართან ერთად სადღაც მივდივარ, იმ დღეს კაფეს მისაწვდომობა ქონდა და ტუალეტში აღარ ქონდა უკაცრავად ამ სიტყვისთვის. აი, იქამდე შეგიშვეს და იმის იქით საჭირო ოთახით ვეღარ სარგებლობ. ყველა სხვადასხვა რამე გვაწუხებს და ზოგს ემთხვევა ეს დარდი. ერთი ქვეყანა გვაქვს და როდესაც ჯანსაღი არის ეს გამოწვევები, ეს წუხილი, მოდით რა რაც ლეგიტიმურია, ყველა გავაკეთოთ. იყო აქ მაპატიეთ. ნინო, ძალიან დიდი ბოდიში. ჩვენზე უფროსები არიან, ჯერ ეს ერთი და ბატონლადოს უნდა რაღაც ითქვა, მაგრამ ვღლიცინებთო და ვის ვეღლიცინებით ძალიან მაინტერესებს. ჩვენ საკუთარ თავს რო ვმართებთ, ქვასაც ჩვენ თავს ვესვრით, გაუნათლებლებით ჩვენ თვითონ გამოვდივართ, მერე გალანძღულებით ჩვენ თვითონ ვრჩებით და ყველაფერი ეს ჩვენ გვჭირს. და მერე რატომ გვიყვირს რომ ვეღლიცინებით ჩვენ შვილს სალომე, რომელიც არის ულამაზესი და უნიჭიერესი, არც იმას არავინ არ უნდა გაუბედოს, არაფრის დაწერა. ხო ესეა და ჩვენ ამაზე ვთანხმდებით. რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ თუ თქვენ მე მაკადრეთ და მე ესე იგი ინგა როგორც კი თქვენ მე ან სამსახურში არ მიმიღებთ, ან ჩემ პოსტს არ გაიზიარებთ, ან 459 ლაიქს არ გაუკეთებთ, იმ წუთშივე მე თქვენ გაჰაიდებთ, მე unfollows გიკეთებთ, მე შეგრაცხავთ, მე გადაგცემთ ანაც ხალხო, ვის ვეღლიცინები. ხო და ამას ეძღვება ეს. მადლობა. თქვი ნინო და ბატონლადოც და შემდეგ რეკლამა და ნათიათი დაუბრუნდები. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება არ არის გახლეჩილი. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ მტრებს უნდათ რომ შექმნან ესეთი სურათი და რაღაცა წარმოაჩინონ ეს რაღაცა საოცარ პრობლემად, მაგრამ აქ ეხლა რაზე ჩვენ ვსაუბრობ, მე მესმის ყველას, რომ ცოტა სხვაგან წავედით ემიგრანტებზე, წავედით რაღაც. მე ჩემთვის მაგალითად
მაგალითად მიუღებელია მოძალადეები ამოეფარონ ქართველობას. ჩემთვის ის ადამიანი ქართველობის სახელით ძალადობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ზუსტად ამიტომ ვიძახი მე რომ ეხლა თქვენს რომ მაგალითად წინა საარჩევნოდ იყენებენო, მაგრამ მე არ ვიცი თქვენ ვიზე ისაუბრეთ, მაგრამ მე კვირას აღმაშენებელზე ელენე ხოშტარიას აქციაზე იმიტომ მივდივარ რომ ზუსტად ვიცი რომ ყოველთვის როდესაც საქართველოს დაცვა ჭირდება, ეს იქნება ოკუპაციის ხაზი თუ სხვაგან საქართველოს ინტერესების გატარება, ეს ადამიანი ყოველთვის იქ დგას. ვენდობი არის ძლიერი ადამიანი და აუცილებლად მივალ, იმიტომ რომ ის ვიცით, რაც ვიცით. მოდით. აქ პოლიტიკოსების გარშემო. არა, უბრალოდ საუბარი იყო და პასუხი გავეცით. თქვენ თუ გაქვთ უფლება, ჩვენც გვაქვს უფლება. თქვენ თუ გაქვთ უფლება, ჩვენც გვაქვს უფლება. საერთოდ არ მაქვს სურვილი, რომ პოლიტიკურად ახლა ანგაჟირებულ თემებში ჩავერთო რა. აბსოლუტურად თქვენ ვიღაცის გჯერავთ, მეც ვიღაცის გჯერავ. და შეიძლება მე ბატონი ლადო იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სულ პატარა ახალგაზრდა გოგო ვიყავი მისი აპარატის თანამშრომელი. ამ შემთხვევაში შენ ვისი გჯერა, თიკა? მე მჯერა კარგი, განათლებული, პროგრესული, წარმატებული ყველა ადამიანის მაპატიე. ევროპული მომავლის კერო გვინდა წასვლა შეიძლება 21 საუკუნეში. უპური გაუპატიურებით გვემუქლებოდნენ და არ ნებაშია მაპატიე. ეს მიუღებელია. როდესაც ქვეყნისგან არ არის რეაგირება, ამიტომ საზოგადოებაზე ვსაუბრობ დღეს და. კარგი, ნინო დაასვა. დაანონსება. მადლობა. დაანონსებ და თუ გულწრფელი ხარ, მაშინ დაანონსებ გირჩის ანონსი მე ხვალაც მივდივალ ქალთა მარშზე, ზეგაც წავალ გირჩის აქციაზე და აი ესეთი ქართველობის სახელით ამოფარებული გამიგეთ და არ გაიგოთ რომ ოცნების მომხრეა ნაციონალიზმის აქციაზე გახვალ. უკაცრავად კახიკალოძის აქციაზე გახვალ. აი მოძალადეების წინააღმდეგ რომ მოვაწყო. ხო და აუცილებლად ანდრი შენ მეტყობა კარგად არ მისწობ. აუცილებლად გავალ კახიკალოძის აქციაზე, ხო? არა, ხო არა, რაღაც პოლიტიკური ის შექმნა. გააკეთოს კახიკალაძე მოძალადეების წინააღმდეგ აქცია და აუცილებლად გავალ. ისედაც არ დავდგები. გავრიყოთ პოლიტიკაში. კარგი, ძალიან გადავაცილე მე რეკლამას, რეკლამის შემდეგ დავბრუნდები ჩვენ სტუმრებთან ერთად უკვე გადაცემის ბოლო ბლოკით. არ ვიცი, მაყურებელს ალბათ ექნება თავისი აზრი. ჩემთვის ეს ეთერი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად საინტერესო. შეიძლება იმიტომ რომ პოლიტიკოსების გარეშე მსჯელობენ სწორედ ის ადამიანები, ვინც არიან ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტიური წევრები. დავბრუნდები ძალიან მალე, რეკლამა რამდენიმე წუთში გაივლის.